მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები და 2024 წელს ნომინირებული საუკეთესო მასწავლებლები სამინისტროს სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მასწავლებელთა დღის საზეიმო აღნიშვნა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მინდა მიულოცო ჩვენი აფხაზეთის სკოლების თითოეულ პედაგოგს. განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ჩვენს პედაგოგებს, რამე თუ მათი საქმიანობა ყოველდღიური ღვაწლი არის ფასდაუდებელი და პირადი გმირობის ტოლფასი. არჩევანი არ მინანია არასდროს. ემსახურები ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს და ყოველთვის დიდი მოფერებით, დიდი რუდუნებით, როგორც იტყვია, მივყვები ეტაპ-ეტაპ. დღევანდელი დღე ჩემთვის არის განმაცხადე, არის ჩემი სულისა და გულის ზეიმი. მე ამაყივა, რომ ამ დონეზე დამაფასა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. დღეს არის უდიდესი დღესასწაული ჩვენ პედაგოგებსა და მასწავლებლებისათვის. დიდი მადლობა ამავე დროს იმ დიდი დაფასებისათვის, დიდი ჯილდოსათვის, რომელიც მოგვანიჭა აფხაზეთის განათლების სამინისტრომ.